გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრის სტივენ დაუთის განცხადებით, ქართული ოცნების მიერ ბოლო წლებში მიღებული კანონმდებლობის მთავარ სამიზნეს კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციის ლიდერები და დამოუკიდებელი ხმები წარმოადგენენ. ეს განცხადება დაუთმა თემთა პალატის წევრის იან დანკან სმიტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. სმიტი დაინტერესდა შეაფასა თუ არა უწყება მტკიცებულებების ეფექტიანობა, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისას გამოიყენა. გარდა ამისა, დეპუტატის კითხვა ეხებოდა იმ პირთა მიმართ სანქციების გამოყენების პოტენციურ მიზანშეწონილობას, რომლებიც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიებთან, ასევე პოლიტიკურ ჩაგვრასთან არიან დაკავშირებულნი. გაერთიანებული სამეფო კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და დემოკრატიულ თავისუფლებებს საქართველოში. საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში მიღებული კანონმდებლობის სამიზნე კვლავაც არის არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციის ლიდერები და დამოუკიდებელი ხმები. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან. გაერთიანებულმა სამეფომ დააწესა მიზანმიმართული სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმებზე. ასევე მოსამართლეების წინააღმდეგ უფლებამოსილების ბრუტად გამოყენების გამო და მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების ხელშეწყობისთვის. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს მომავალ შესაძლო გადაწყვეტილებებზე სანქციებთან დაკავშირებით, რადგან ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ ეფექტიანობას.